სიხარულებო. ბარბი რომ ხელო. გადმოვედით ახლა თათიას და თამუნას სანახავად. ვაიმე, რამდენი ხარ? ბარბი არის მეგობრებო, ჩემი ნათლული. მე მგონი არ გამოჩენილ ხარ ჩემ ვლოგში, ხო? პატარა რო იყავი. ხო. ის რა ქვია, რაღაცები მოგიტანე და ეხლა დაგათვალიერებინებ თუ მოგეწონება. ეს ქალბატონო ნათია თქვენი კაბა. დაგვენახეთ მე ჩაცმული. Thank you. ესენი მე მგონი სულ ბარბის რაღაცები. აბა დაათვალიერე და თან მაინტერესებს როგორ მოგერგება, იმიტომ რომ დიდი ხანი რო არ მინახე ხარ არ ვიცი შენი ზომები. შემთხვევითობის პრინციპით წამოვიღე. შორტი რაში არ გახსოვს. ეს მე გაჩუქე ხო? დავაიწყდა. ეგ არის კაბა. ერთი ხელი ჩამოსადები აქვს ასე. აი ეს ცოტა ისეთია სადმე რო გახვალ. ეს არის მაიკა. ამ მაიკისთვის წამოგიღე ეს შორტი. აბა ეს მიიზო მე რამდენად კარგად გექნება. კარგად ექნება. იმიტომ რომ მე მგონი დაახლოებით ჩემი ზომა ხარ და ეხა ეგ შორტი. კარგად. ეს მეორე მაიკა და ეს არის კაბა შორტი. ნახე? შიგნიდან შორტია, გარედან კაბა არის. კაბა შორტის ყილა. მართლა? ეს წამოგიღე. არ ვიცი რამდენად გიყვარს მაკიაჟები, მაგრამ თუ დაგაინტერესებს. ნათლია სამო. შენ ხო არ გინდოდა? ეს არის ფუნჯები, ოღონდ ზუსტად არ ვიცი რომელი ფუნჯი რისთვის გამოიყენება. ეს არის ტუში, ეს არის ლაინერი და აი ის გახსენი ის რამდენად მოგეწონება მაინტერესებს. ფერები განხდარი. აი ეს. ხო ბებ. ცუდი ფერები არ არის. ახალი კაბა შეიცვი. გამოდი კარგად დაგინახო ვერ ხედ ამბები. მიჩა კიდე არის აქ რაღაცა. ნახე შეხედე ნახე. აბა. ვაუ, ოკეი. ძალიან შოკია. ძალიან? ამას უყურე რა, ამას უყურე. ეს არის სტიკერები. ეს მე მგონი ხელებზე უნდა დაიკრა. ხელის სტატუებია და ეს არის ხო ის თვალებზე რო იკრავენ ხოლმე. ეგ არის საათი. ეგ პომადა წამოგიღე. ესენი წამოგიღე კიდე. არ ვიცი რამდენად იყენებ. გარი. ხელის კრემები? რა გოგოა. 12 წლის გოგოა გოგო. ეს ყავები მეგობრებო თქვენ უკვე სომხეთის ვლოგი ნანახი გექნებათ. იქ ვუყიდე ბუქსიკას თუ არა გაქვთ ნანახი აუცილებლად ნახეთ სომხეთის ვლოგი ძალიან მოგეწონებათ. აი მე როგორ მომატყუე გუშინისავა. ბიძაშვილის მანქანით მოვდიო. თან ვიძახი. არ მომიტყუებია, მართლა მოვდიოდით. ნათიამ დამირეკა რომ მოვდივარო და კაი მეთქი შენ გამოყვებით. მოვიდა ქალბატო დღეს რა ჭიამაიას ფერებში ხარ? უხდებით ერთგვარიც. არ გყოფდი სამისი საბარგული ეკა შენ. ახალი მანქანა გჭირდება რა. ჯიპი ჭირდება კი. კარგად დაგიჭრია. რო კითხოს ადამიანმა ვერ ხედავ. თქვენი გულის დრავანტკი ვახეს კაროიც. აუ ძალიან მშია. 3.5-ია და არ გუჭამია. აი მეგობრებო, კლასიკი ჩავუყარა, ეხლა ქალბატონ ეკა ექიმ სამაში რა. უნდა დავალებინო. ხო და მე ვფიქრობ, რომ ეხლა რომელი გავიკეთო მეგობრებო? ლიმონი გავიკეთო თუ ატამი? ლიმონი უფრო მეტად მიყვარს, მაგრამ ატამიც ძალიან მაინტერესებს რა ვქნა. აუ მოდი ლიმონს ვიყავ რა. ეხლა შენ გავაკეთოთ აი ეს. პატია ბოთლი მაქვს, მაგრამ მაინც ნახევრამდე ჩავასხი წყალი. იმიტომ რომ დავი, არ ვიცი რამდენი წყალი უნდა და. დაწონება ეკაჩია. ეს სუნთული დამისხი ხო? სულ შენი ტოლები იყვნენ იმაში. ტურში სხვათა შორის. ტურში? აუ მეგონა რომ გაყვიცილდებოდა და რაღაც ბანზი ფერი მიიღო. ხო. რია შენი აზრი? თირკმეზე დაჭირვლის ტიპი ალბოსტერონები უნდა გამოირიცხოს. ეხლა ჩავყაროთ ყალიუმი დაბალია. ბევრი ყინული მეგობრებო, რაც მეტი ყინული მით უკეთესი. ეკაჩია ის სად გაქვს ეს სატრუპინები? თუ არ დალია არის თავის.
რამდენი წლის არის? აბა ვნახოთ. მასომენო. ისეთი არ არის, რომ მეორედ ვიყიდები რა. მეორედ არ ვიყიდები მეგობრებო. მაგრამ ცუდი არ არის. 10-დან 5. მეგობრებო, აქ გვაქვს ჩვენ სომხური ყავა და სანამ ეკაიქიმი დააყენებს საშუალოს, ჯერ ჩვენ გავსინჯოთ და გეტყვით. კაიო. ის არის დონარი რომ აყიდინებს ხოლმე ჩვეულებრივ ესეთ პატარა ყავისფერი შეფრთვები როა ზუსტად ეგაა. მე მიყვარს ეგ. რას მასწავლეს ეკაიქიმი? Strawberry cream-ო. აბა. დიაბეტი გასინჯე. ეს ვინ დაეფროა შენმა თანამშრომლებმა? არა. მაგარია. ვაუ, ძალიან მაგარია, გადაო. მე რო ალკოჰოლი მომეწონება, პროსტო აი ძალიან შოკი უნდა იყოს. მოდი გასინჯე რა მაგარია. არა. იცი რა გემრიელია. აუ თან ცივი. ნათია კონტენტ კრეატორობს და მოვერგეთ ყველანაირად მის მოთხოვნილებებს. ესე იგი, მეგობრებო, ეკაიქიმა დამიხელთა. შენო მაინც არაფერს აკეთებ ახლა. აი ეს უნდა დამალაგებინოს. შეხედეთ ხალხო, შეხედეთ, განწირული ვარ. აი მწონებს გადაათრევ შენ. მე დარბაშიც მეყოფა. საიდან ვიწყებთ ეკა ქალბატონო? მეგობრებო, ეს არის ადამიანი, რომელსაც მოსწონს ჩემი გაკეთებული ყავა. დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ მეორე არ არსებობს. საბა და ლუკა მოვიდნენ, სტუმრები ყავს. აქეთაც ესკალადაც დასალაგებელი, ანუ ეხლა ხომ მოვირჩით ხალხო ნელ-ნელა რემონტებს და იწყება უკვე დალაგების და ჩამოყალიბების პროცესი და აქ ხო ეს გავაკეთეთ. და ეხლა აქ არის ძველი ჭურჭელი რა, ძადებული ჭურჭელი დაწყობილი და მაგას ავსებენ რომ ლამაზად გამოიყურებოდეს გარედან. ვაიმე ეს ჩემი ჩუსტიკები რომ გამოსცემს ხმებს. ნახეთ რა მოსია. განუკითხაობა ხდება საერთოდ ეს როგორ უნდა დალაგდეს? აი ეს რა არის? ვაიმე. აქ მეორე ხაზი გავხსენით მეგობრებო, ფრონტის ეგ რა არის? ეს პიტრნარი და მამეცი პიტრის ისი ბანკარი. დონჩიკი, პომპომჩიკი. ახალი პიტრნარი გავა. იყოს ეგ პარკში რა. აი ეხა მე რო ვიყო ხალხო. დონარი რო არ მიყვიროდეს, ამას ყველაფერს გადავყრიდი. მაგრამ მიყვირის. აი მეგობრებო, პროტეინის ყუთი ჩამოვიტანი ამ ჩამოშუაზე გამომელია და ეხა ვეძებდით ეს ლობიო რაში უნდა ჩაგვეყარა და გამოგვადგა კოხტაც. აქეთ მურჩით ხალხო, ეხა დავწმინდა მე რო ყველაფერს დავაწესრიგებ, მაგრამ ნახეთ აქეთ რა ხდება ეხლა. გაიგო მაგაცაჩვენება. ხო, აბა მარტო ის უნდა ნახონ დალაგებული რო ხარ? ამას რა დაალაგებს, არის სადრავი. ეგენი შევიდგა შკაფს უნდა დავაწყო. ფირო თაროზე უმარშევდო. გადმოვინაცვლეთ მე-4 ლოკაციაზე. მალე უნდა მოვშერეთ, მე ისიც ჩასაწერი მაქვს დღევანდელი ვარჯიში და ფეხზე თუ ვეღარ ვიდექი, ვერ ჩავწერ. ძირა დაფქული, ძირა გაქვს დაფქული მილიონი. ერთში რაღაც ავიღოთ და აი მაგალითად ამას ჩავყაროთ. ხარჩო სუნენი. უიასე ციტაკარი ბაბა. ციტაკარი. პაპრიკა და ციტაკარი და იგივეა? ო, არა. არ სწორად არ ჩაიყრია მე მგონი. ნახე, საერთოდ სხვადასხვა ფერია. აუ გამწყვით ეს წელში მეგობრებო, რა უბედურება, ეხა გამოვიტანე ეს რაღაცები, ნაგვის ნაწილია ეს. ამას გადავყრე, მე უნდა მიუბრუნდე მეორე ჯერზე უნდა წამოვიდე. ეს ოღონდ ყველაზე მარტივი ნაწილია. აქამდე იყო საოცრება. მეგობრებო, ეხლა არის 11:25 წუთი. ღამეა. ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ იცით თქვენ რომ ვაკეთებ 75 დღიან ჩელენჯს და ყოველდღიურად ვიღებ ვიდეოებს. ამიტომ დღევანდელი დღე მე არ გადამიღია. ვეხმარებოდი რაღაცებს ვაკეთებდით, თან ძალიან ცხელოდა, აი უკიდურესად ცხელოდა და მეთქი არ შემიძლია ახლა ამ სიცხეში მთელი ამბები თქო და მოსაღამოვდა ეხლა თან ეს ვიდეოც გადასაღები მაქვს და ძალიან დაღლილი კი ვარ, მაგრამ ეხლა ისე დაღლილიც არა ვარო, პრესის ვარჯიშები ვერ გავაკეთო. მოვაწყე აქ ეს ამბავი, ვაიმე ძალიან ჭუჭყიანია ეს და ძალიან დახეულია, მაგრამ რა ვქნა, ეხლა ნახეთ რა ჭუჭყიანია. ამას ვიდეოში არ გამოვაჩენ. ვაიმე, რას გოს? ხო, რაც არის ეგ არის. დავაყენებ ახლა გადავიღებ და იმედი მაქვს, ვინც უყურებთ ვლოგებს, უკვე ყველა ჩაერთეთ მაგ ჩელენჯში. ძალიან დიდი იმედი მაქვს. დამიწერეთ აუცილებლად კომენტარებში. სტაფილოსფერი გულები დამიწერეთ აუცილებლად.
დილამშვიდობისა მეგობრებო, გათენდა კვირა დილა. დღეს მივდივარ ნათლობაში, არის პატას ძმისშვილის, პატარა ანდრიას ნათლობა და პარალელურად არის მეორე ძმისშვილის ანდრიას დის ნიაკოს დაბადების დღე. ხო და იქ მივდივარ, მაგრამ მოგეხსენებათ 75 დღიან ჩელენჯს რო აკეთებ. ამ ჩელენჯმა არც დღეები იცის, არც ნათლობები, არაფერი არ იცის. ამიტომ ალბეთი დილით, ეხლა უნდა გამოვიცვალო აქ მოგუკვე სავარჯიშო ტანსაცმელი. უნდა ჩავიცვა, აუცილებლად უნდა მოვასწრო ვარჯიშის ვიდეოს ჩაწერა, რომელსაც ხვალავ ტვირთავ. ულამაზესი კაბა, ახალი ნაყიდი არ მაქვს რა. გარკვეული პერიოდია მაქვს ეგ კაბა. უბრალოდ ქორწილებში მაინც ვერიდები ხოლმე თეთრი ფერის ჩაცმას, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, არ არის მიზანშეწონილი, არ არის რეკომენდირებული, რომ ქორწილში ეხლა შენ თეთრი ფერი ჩაიცვა. ხო და მეთქი აი ნათლობაში რომ დამპატიჟებენ, ან სადმე ისეთ ადგილას, სადაც თეთრი პრობლემა არ არის, მერე ჩავიცვა მთქო და მე მგონი, რავი, რამდენი ხანია მიდევს ეგ კაბა რო ველოდები ჩასაცმელ მომენტს უბრალოდ ვერ გეტყვი. მე ვინახეთ როგორ მაქვს გაკეთებული, აი ესე ჩავიხიე. აი ესე და უკან შევიკარი, იმიტომ რომ ახლა აქ სალონში ბოდიელი მეზარებოდა ძალიან რა იქით ქუჩაზე არის და რო გავიშლით მას ჩაოლებრო დახვეული მექნება. რო არ მინდა ახლა ეს რო ვარჯიშის ვიდეოში გამომიჩნდეს, აი ამ კეპს დავიხურებ ვიდეოში. დანარჩენი ჩავიცვი უკვე, ეს ტოპი ჩავიცვი, სოფელში ვიპოვე და ეს შორტი. ეს შორტი ძალიან მომწონს. მეორეც უნდა გამოვიწერო თბილისისთვის. თერთმეტსაკლია 7 წუთი და მე ვარჯიში დავასრულე. ესე იგი, დილით კი გადავივლე მე მეგობრებო და ისე ჩავიცვი და მოვემზადე, მაგრამ ისე გავუფრინდი, რომ თავიდან მაგ გადასავლები. მაგრამ არა უშავს 12-ზე უნდა იყოს პაატა და მანამდე კი მოვასწრებ. მანამდე შევაერთებ ტელეფონებს, რომ დაიტენოს, ვინაიდან ნათლობაში უნდა დავამუშაო, ხვალდასადები, კი არა და დღესდასადები ვიდეო. ხო და აუცილებლად მჭირდება, რომ მეორე ტელეფონით წავიღო. ვაიმე, ჩანთა დამავიწყდა. დამავიწყდა, რომ ჩანთა წამომეღო. აი, გასასვლელი ჩანთა რამე. აქ არ მაქვს. უი, დედა ჩემი მომცემს რამებს. ამას შეხედეთ. აუ ძალიან მომწონს. ამას უყურეთ. ჯიურის წევრები მელოდებიან და რავერ დასხედით რა ჩამოვიდე. დედა ჩემს ელოდებით. ავადონჩი. მოგწონს? დახატულა ძალიან ბევრი. მოგწონს ბარბი? მოდი სანახაობა. მოიცა. დედი უნდა დაგაგადაგდეს. მე უნდა ახვიდე კი მე დასვაცხო გინდა. მოიცა. კარგად უკან შეხვდი, კარგად გამოვა. ხალი დაცემა. გამარჯობა. ახლა ვიდეოებია თორე მიტყოდი რაღაც. ვაუ, ეს სიმპათიური ბიჭი ვინ არის? მეწყვილე მომივიდა მეგობრებო. კამერით ხეში. აჰა. აბა. გამოფრინდა. მე გავშტერდი გოგო, ვერაფერ ვერ გადავიღე. ცოტა ის კი არის სიგნალე რაღაც. მე ვიდეოები დაგაწავე. არა ესე აი. ესე აი. ეხლა ის მინდა ჩანთარ. ხათო საჩაგეყაროთ ეს მასალა შენ მარტო რო ნახო ინფლუები მესიჯებს გვაქვს.
არა ხან ჩემეზისაც ახსნის ხოლმე. ციცოს ახსნის ხოლმე პატ. პატას დავადების დღის საჩუქარი ქალბატონმა ეკაიკი მონახოთ რა შეურჩია. ეს კიდე განსხვავებულია ესეთი არა აქვს. მეგობრებო, მას შეხედეთ. ამას შეხედეთ. დღეს ბრჭყვიალებულია, ესე იგი. დავიძალით მეგობრებო, მივდივართ ეკლესიაში, ჯერ გავჩერდით მადიანთან. მიგსა რა ქვია, ნამცხვარი აქვს დატოვებული და ეგ ნამცხვარი უნდა წავიღოთ ეკლესიაში და რა დავინახე? სლაშ. ხო და პატა გადავიდა ეხლა უნდა მიყიდო. ბობია წფერი აიღე? არა, შევარევინე, მაგრამ ალუბალი უფრო მეტი თებიდან გამოიყურებოდა და უფრო მეტი ალუბალი ჩავის მოცვი იყო. ოკეი. ალუბალი ნო, 10-დან 5. პორტოხლის მიყვარს რა იქვემოთ არის და ძალიან გემრიელი გემოაქვს. მოვედით მეგობრებო, ყვარელში ვართ. აი ამ ეკლესიაში უნდა მოინათლოს ბაძუნა ანდრია. ნიაკოს ულამაზესი კაბაცვია. მაგრამ მე მგონი ფეხსაცმელმა ატკინა ფეხი და ცოტა უკმაყოფილოა. Aí esse aqui da menina não tinha uma solução mesmo, missão do dia, não tinha uma solução. Tinha uma solução mesmo, missão. Deixa de uma missão. Christe servimos fides. Alleluia. Raude Christus, Christe Alleluia. ესე იგი მეგობრებო, პატა და ლაიდეიდა დავტოვეს სახლში და მეც ახლა მივდივარ სახლში, იმიტომ რომ ძალიან დიდი ფანჯარა აღმოჩნდა ნათლობასა და რესტორანს შორის. ნათლობას და ყველაფერს მოვჭით 3 საათზე. კი არა და 3 საათია და უკვე სახლში ვარ, 3:30-ისკენ მოვჭით და 7 საათზე იყო რესტორანი და იმდენად მატკინა ფეხსაცმელმა ფეხი და ეს კაბაც იმდენად არაკომფორტულია, რომ მეთქი თუ შესაძლებლობა არის სახლში წავიდეთ თქო და წამოვედით სახლში. გამოვიცვლი ახლა მე ამ კაბას ფეხსაცმელებს ჩვეულებრივ სახლის ფორმაში ვიქნები, ალბათ მინდა რომ მაკიაჟი შევინარჩუნო, იმიტომ რომ მეორედ გაკეთება მე თავიდან ძალიან მეზარება. ამიტომ ისე სახლში ვიქნები. ვიდეოს დავამონტაჟებ, რაც უნდა დავდო დღეს 75-დღიანი ჩელენჯის. მე დილით მე მგონი სუტყუილად ვიწვალე, მაგრამ არა ტყუილად არ მიწვალია, იმიტომ რომ ეხლა ბევრად უფრო ცხელა. ვარჯიშის ჩაწერა ბევრად უფრო გამიჭირდებოდა და თან დამეზარებოდა ამ სახით. ხო და კარგი ვქენი რომ მოვიშორებ. ვიდეოს დავამონტაჟებ, რომ დავდო და 7 საათზე წავიდეთ რესტორანში. ძალიან მომენატრა ჭიამაიას მართვა. უკვე თითქმის 1 თვეა არის დედაჩემის მანქანა და მე შეხება აღარ მოქვს ხოლმე. ან დედაჩემი ზის, ან ჩემი და. ნახოთ. ესეც წავედა დაწერა. მე მგონი იცი რატო ეზარება ხოლმე, ძალიან მარტივია ამისთვის. რაღაცები ჯერ არ აქვს ნასწავლი. ხატია ბებოსთან სტუმრად იყო 1 კვირა და 5 დღე. რამდენი დღე გაუტარებია ხატიას ბებოსთანო? 1 კვირაში რამდენი დღეა იცი გასწავლეს? რამდენი? ანუ 7 დღე იყო და მე კიდე 5 დღე დაამატა პლუს. რამდენი დღე ყოფილა? 12. მართალია. ჩავიცი მეგობრებო კიდევ ერთხელ და ეხლა მოვედით ლაგოდეხში როიალ პალასში. აქ ვიყავით ჩვენ ერთხელ, ვინც აქტიურად უყურებთ ხოლმე ჩემს ვლოგებს, გემახსოვრებათ, ამ აუზზე რო ვიყავით, მე, ნათია, ნიკო და დედაჩემი ვიყავით, აზადეიტასთან ერთად და სხვათა შორის აი იქით რო აუზია, ის მაშინ არ იყო. ძალიან კარგად დაუმატებიათ,
გაფართოებულან. კაი ამბავია. საოცარი გარემოა, როგორც ყოველთვის. ძალიან კაი ამინდია, ცოტა გრილა, ცოტა ნიავია და აი ეს კაცი ვიარი. ვაიმე, დობლები ჩამოვიდა. დობლები დობლიანო კაცო. ლაუ ბადალა, ლაუ. რა პრეტენზიებით ხარ? რა ხელა დამტკნა რა? Shall we go? Ახლა მოვედით ამ რესტორნის მეორე სართულზე. ლალდეიდამ თქვა რომ აქედან ძალიან ლამაზი ხედები იშლებაო, მაგრამ დაგხვდა ჩამქრალი. შუქები არ აქვს. თუმცა ხედი მაინც ულამაზესი იშლება. მაინც აიქით ხარეს გაჩვენებთ აუზის მხარეს. ძალიან ლამაზია, ლაგოდეხი ძალიან მოვლილი. არ ვიცი, ყურადღება ექცევა მაქსიმალურად და ეტყობა კიდევაც ნახეთ. ესეთი სილამაზია. ისეთი სიგრილია. შემოსაცმელი უნდა წამომეღო და შემსივდა, მაგრამ ძალიან ლამაზია. გარეთაც ყოფილა მაგიდები, გარეთაც მიირთმევს ხალხი. აქ კოტეჯებში შეგიძლია დაისვენ, რამდენიმე დღე წამოხვიდე თუ ნორმალური ცხოვრებით ცხოვრობ და 24-ში არ მუშაობ. დასრულდა მეგობრებო საღამო და ვბრუნდებით სახლში. 12 საკლია 20 წუთი და ჩემი ვიდეო არის 96%-ზე. გაზიარებული ინტერნეტით ტვირთავ და დამაწყვიტა ნერვები. გათენდა მეგობრებო და ეხლა გადავდივარ სპაატასთან. უნდა ვჭამოთ გუშინდელი რესტორნიდან წამოღებული გებრიელობები. იმიტომ რომ სახში რაღაცა სუპი გქონდა და პაატამ დაგვირეკა რომ თქვენთან გამოდით გაჭმევთ და მეთქი. მეორე თქმა აღარ არის საჭირო. კარგად გემრიელა ვჭამე მეგობრებო. პაატას საჭმელები. შევჭამე კარგად. ანдрიკო მას გაიღვიძა. ოკერა საბორელია. Itzhe არის ორი სწორი პასუხი გვიდა, მეცხრეც ვნახოთ და მე მიუბრუნდეთ. Utas ormozda gidmeli lari almazi cipida da ენგური კაც გვაქვს ნახოთ პასუხი ესეც რაღაცა უცბად სტურვა იქნები დედოფალი აკი დგინმენმოი დედოფლის გასვენება თუ აქვს ნახეთ მეგობრებო ეს კაბა თუ გეცნობათ ჩემი კაბა არის და მეთქი ბარბი თუ კარგად გიქნება გაჩუქებს ხოლმე კარგად აქვს კი არა დახატა ბავშვი ხატულია მართლა ნახე როგორ ხდება არ გეიხადო ბაბო ძალიან ფერიც ძალიან ფერსაც ხომ ნიშნულობა აქვს როგორ მოიხდენ და ძალიან მოუხდა ლამაზი გოგოა ვიბარგებით მეგობრებო ჩამოვიტანით უკვე ჩანთები დონარი მოიგო სათვალე ეს ჩამოვიტანე ერთი 10 ვლოგის წინ და ახლა მოიგო და იძახის რა კაიაო. ხო მოგეთ მივდივართ მეგობრებო და რომ მივხვდე რომ ვლოგს უყურეთ ბოლომდე დამიკომენტარეთ თეთრი გულები ამჯერად. ნახოთ აბა რამდენმა უყურეთ ვლოგს და აუცილებლად ჩაერთეთ ჩემს 75 დღიან ჩელენჯში. სულ ეს იყო დროებით.